მოგესალმებით დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? მოგეკითხავთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ჩემი არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია ხოლმე, როცა თქვენს ლაიქებს ვნახულობ ან თქვენს კომენტარებს ვკითხულობ. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, შეგიძლიათ გამოიწეროთ. მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. ანუ შევიკითხოთ პირადი რა, აქვს თუ არა მომავალი თქვენს ურთიერთობას. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ უფრო მიხვდეთ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რა ენერგიებში არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენი პარტნიორი. რა ხდება ახლა თქვენს შორის? რა ხდება ახლა თქვენს შორის? ვნახოთ, ამ დასწრას ვკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე. რას გრძნობს თქვენს მიმართ? უახლოეს მომავალში შეექნება თუ არა მას მოქმედება, უახლოეს მომავალი 2-3 თვის განმავლობაში. და სამომავლოდ აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას პერსპექტივა და მომავალი. მოდი ვნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ. როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში, ელოდებოდეთ თქვენ საყვარელ ადამიანს და ძალიან ბევრს ფიქრობდეთ მასზე. აი გინდათ რომ რაღაცნაირად სიყვარული გაჩვენოთ, მსრუნველობა გაჩვენოთ. ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებოდეთ თქვენი ადამიანის ჩამოსვლას. აი თითქოს როგორ ხართ იცი, ძალიან გაგეხარდებოდათ მისი მოსვლა. ზოგიერთი შესაძლებელია უკვე ისეთ ენერგიებში იყოთ, რომ აი რაღაცნაირად აღარც კი ელოდებოდეთ რა. უბრალოდ დაიღალეთ ბევრი ფიქრისგან, ემოციისგან, უმოქმედობისგან, როგორც თქვენ გინდათ ეს ადამიანი ისე რო არ მოქმედებს, თქვენ ამან ძალიან დაგყალათ. და კიდე შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიაში, რომ ძალიან გინდათ, რომ შეიცვალოს ამ ადამიანმა თქვენს მიმართ დამოკიდებულება, უფრო მეტად დაგაფასოთ, უფრო მეტად მსრუნველი იყოს და გაჩვენოთ ის სიყვარული, რაც თქვენ გჭირდებათ. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში არის ახლა თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი არის ახლა ის როგორ ენერგიებში? მაქსიმალურად გონებით შესაძლებელია ბევრი ფიქრი აწუხებდეს მასაც. აი თითქოს როგორც ჭკვიანი ადამიანი ნამდვილად არის. აი მოხერხებულიც. რატომაც ეს სიტყვები, აი თითქოს ზოგჯერ შესაძლებელია გქონდეს ისეთი განცდა, რომ თავს იტყუებს და ანუ იმ სიტუაციაზე გულისხმობ, რაშიც ახლა თქვენ ხართ. ახლა სიტუაცია ყოველს თავისი აქვს, ხო? ანუ შესაძლებელია ფიქრობდეს ესეთ რაღაცას, რომ ანუ თქვენგან სიშორით, თქვენგან წასვლით, აი რაღაცნაირად აქვს ესეთი შეგრძნება, რომ თითქოს თავს იტყუებს რა. აი უთქვანოთ თითქოს მომავალსაც ვერ ხედავს, რომ დაფიქრდება. მაგრამ სამომავლოდ უნდა მაინც მას თქვენთან მოსვლა, თქვენთან ჩამოსვლა და ურთიერთობა. ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე. აი თითქოს მომდის სიტყვები თქვა, რომ აი თქვენთან დაბრუნება უნდა და აი თითქოს რაღაცნაირად განთავისუფლება უნდა იმ ფიქრებისგან და იმ ნერვიულობისგან, რაშიც არის რა.
შორის სიყვარული ნამდვილად არის, როგორი სიყვარული, თითქოს ეს შესაძლებელია ისეთი სიყვარული იყოს, როგორ გითხრათ იცით, ახალი სიყვარული შეიძლება იყოს ზოგთან, ახალი და წყელი ურთიერთობა, ახალი სიყვარული ზოგთან, შესაძლებელია იყოს ძველი სიყვარულიც. ძველი სიყვარული რას ნიშნავს? დიდი ხნის სიყვარული. მოდი ასე ვიტყოდი, რომელიც თითქოს თქვენ ერთმანეთს უნდა შეხვედროდით, რაღაცნაირად ბედით შეხვდით ერთმანეთს და თქვენი შეხვედრა ასე უნდა ყოფილიყო რა. და რა ხდება ახლა თქვენ შორის და თქვენ ძალიან ელოდებით ამ ადამიანისგან ქმედებას, ნაბიჯის გადადგმას, ასევე ელოდებით რომ ამ ადამიანმა მოგწეროთ, დაგირეკოთ, რაღაცით გაგახაროთ, ძალიან გაგეხარდებოდათ ამ ადამიანთან შეხვედრა ძალიან. მოდი ვნახოთ რას ფიქრობს თქვენზე. რას ფიქრობს და ძალიან ბევრს ფიქრობს. შესაძლებელია ფიქრობდეს ესეთ რაღაცას, რომ თქვენ შორის თუ არის ვინმე მესამე პირი, როგორი სიტყვები, ცუდი სიტყვები მომდის ახლა რა თქვა, მაგრამ არ ვიტყვი ცუდ სიტყვებს. ანუ ვეცდები რომ ისეთი სიტყვები თქვა, რომ ცუდი სიტყვები არ გამოვიდეს. ანუ ესეთი შეგრძნება მომდის ამ არკანიდან, რომ მინდა ვთქვა, რომ ანუ ყველას და ყველაფერს თითქოს ვინც არ უნდა მოვიდეს თქვენთან ახლოს, არავის არ მისცემს უფლებას თქვენთან დაახლოების, თქვენთან მოსვლის საშუალებას არავის არ მისცემს. თითქოს როგორი სიტყვები მომდის იცი? როგორ გითხრათ, თითქოს იცავს თქვენს სიყვარულს, თქვენს ურთიერთობას და არ უნდა რომ თქვენ ვინმე მოგეკაროთ და თქვენ სივრცეში ვინმე ადამიანი შემოვიდეს და თუ უკვე არის და იცით თქვენ რომ მესამე პირიც არის ურთიერთობაში, მაშინ რაღაცნაირად ეს მესამე პირი რაღაცნაირად თითქოს ზედმეტია რა. ამას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენს მიმართ. თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. თქვენ ხართ ქალი სილამაზე, ქალი მშვენება. ისეთი ქალი ხართ, რომელიც ყველანაირ სიუხვეს, ყველანაირ სიყვარულს იმსახურებს. თუ მამაკაცები უყურებთ, მაშინ თქვენს გვერდით თავს ნამდვილ ქალბატონად გრძნობს. ცოტა გრძნობაზე კიდევ მინდა დავამატო, კიდევ რას გრძნობს. გრძნობს იმას, რომ თქვენ მის ცხოვრებას ალამაზებთ. გრძნობს იმას, რომ თითქოს ამ სამყაროში მისი ვარსკვლავი ხართ და მისი ადამიანი ხართ. ცოტა შეიძლება შორეული ფიქრი და გრძნობა გქონდეს, მაგრამ თითქოს რაღაც მიუწვდომელივით, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად უყვარ ხართ. თითქოს შესაძლებელია ზოგიერთთან კანონიერი ურთიერთობაც კი უნდადეს, რომ ყველანაირად სამართლიანი და ბალანსი რომ არ დაარღვიოს. ისეთი ექნება თუ არა მას მოქმედება, ნამდვილად ექნება მოქმედება. შეიძლება თუ შორს არის და მანძილზეა ჩამოვიდეს თქვენთან, თქვენი ძალიან გაგეხარდებათ, ზოგიერთ შესაძლებელია ყვავილებიც კი მოგიტანოთ საჩუქრად. თითქოს ზოგიერთ შესაძლებელია ღმერთს მადლობასაც კი გადაუხდით, რაღაცნაირად რასაც ელოდებოდით ამ ადამიანისგან, თითქოს იმ სიხარულს მიიღეთ და ღმერთს მადლობას გადაუხდით. თითქოს როგორი სიტყვები მომდის იცი? ეს ყველაფერია რაც მჭირდებოდა. აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას მომავალი? დიახ, თქვენს ურთიერთობას ნამდვილად აქვს მომავალი. მით უმეტეს თუ თქვენ გამოიყენებთ თქვენ შესაძლებლობებს და არ დაკარგავთ ერთმანეთს, არ იჯიუტებთ, შეცვლით იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ხოლმე, ზოგადად ქალებს რა, ესეთი რაღაც უყვართ ქალბატონებს, რომ არ უნდათ კონკრეტულად უთხრან, მეუღლეს,
პარტნიორს რა არ მოსწონს, რა მოსწონს, უნდა რომ თვითონ გამოიცნოს პარტნიორი, მაგრამ ეს ასე არ ხდება, როგორც წესი. უნდა უთხრა რომ მიხვდეს რა. აი მაგალითად თუ დაუშვათ გინდათ რომ თქვენო პარტნიორმა ყვავილები გაჩუქოთ, იმას შეიძლება 100 წელი თავში აზრად არ მოვიდეს, რომ შენ ყვავილები გაგეხარდება და საჩუქრად რა. ანუ ეს იმას კი ანიშნავს, ახლა კონკრეტულად მიხვიდე და უთხრა რომ მოდი რა შენ ყვავილები მაჩუქე. არა, რა თქმა უნდა, ესე არა, მაგრამ უფრო რბილად, აი მაგალითად უთხრათ, რომ მიყვარს როცა ყვავილებს ჩუქნიან, ყვავილები მიყვარს და ანუ ასე მსგავსად რა. ანუ შეგიძლია უფრო ზუსტადაც შეიძლება. აი თქვენ უფრო იცით თქვენი პარტნიორის ენა, რომ როგორ დაელაპარაკოთ, როგორ აუხსნათ, რომ გაიქოს. თქვენს ურთიერთობას ნამდვილად აქვს მომავალი. აი თითქოს ზემოთ არის დაწერილი ეს ურთიერთობა და თითქოს აქ დედამიწაზე უნდა შესრულდეს. აი რაღაცნაირად ესეთი სიტყვები ამოვიდა. და დასტის ბოლოს აი მინდა გაჩვენოთ, როგორი არკანია მამაკაცი ალოდება თავის ქალბატონს. როდის აი თითქოს როგორი შეგრძნება კიდე ვიცით, აი თითქოს საკურთხევლის კართან ელოდება, რომ ხელის თხოვოს, ქორწინება შესთავაზოს. ოჯახი შესთავაზოს. ოჯახი ვთქვი და პენტაკლების 10-იანი. გისურვებთ, რომ ასეთი წყვილი ყოფილიყავით, ბედნიერი, სიუხვით სავსე, სიყვარულით სავსე. აი რაც ამ არკანიდან იგრძნობა, პენტაკლების 10-იანი ზოგადად ცოტა მილი ენერგია, მიწიერი ენერგია, მაგრამ ოჯახის მნიშვნელობაც აქვს, ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობაც აქვს და აი თითქოს საყრდენია, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.